აი ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან ეს არის ორმაგი სტანდარტები. დაახლოებით ერთი კვირის წინ, როდესაც განხორციელდა თავდასხმა სასტუმროში ქალბატონზე, უმტკიცებდი ხალხს, იგივე ხალხს, რომ ძალადობა არის დასაგმობი, მნიშვნელობა არ აქვს ხა რუსი, უკრაინელი, ამერიკელი თუ რა, ასე შემდგომ. გამოვიდნენ და ამბობდნენ, რომ ვენაცვალე მარჯვენაში -1 ღორი, რატო მეორე არ მიაყოლა? ეხლა რა ხდება? გადის რამოდენიმე დღე ამ ეგრეთ წოდებულ იუმორის ზონის ოქრიაშვილს, რომელმაც ნოდარ დუმბაძეზე შეურაცხყოფელი რამე თქვა და მაგის გარდა კიდევ ბევრი სხვა გარემოვაჭრებზე იყო ცუდ კონტექსტში ნათქვამი, იქ დაცინო იყო სხვადასხვანაირი ეკლესიური სიწმინდეების, თავს დაისხრენო, საკუთარ სახთანო თუ რაღაც ეგრე იყო და ეხლა უყურეთ, იმ ბიჭების დასჯას ითხოვენო, ვინც ამას თავს დაესხრენ და ის რუსეთ უკრაინელზე თავდასხმა განხორციელდა გმირად შერაცხეს. აი ესეთი ორმაგი სტანდარტების არიან ლიბერალები. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ კომენტარი გუშინელ მომხდარ ინციდენტზე. ასევე იმ ორმაგ სტანდარტებზე, რომელიც ამ ქვეყანაში სამწუხაროდ მაგ ხალხის ტვინში არსებობს, ერთი გმირია და მეორე არიან მოძალადეები, მაგას ჩვენ ავხსნით მაგ ფენომენს. შევაფასებთ სხვადასხვა ინფლუენსერისა და ბლოგერის გამოხმაურებას ამ ყველაფერს, რომლებიც არიან მთავარი წამქეზებლები და მთავარი მაგაზაც მივალ და მაგასაც იმას ვიზავრო, როდესაც ქვეყანაში ესეთი რამეები ხდება. ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და მოდი გადავიდეთ და ეხლა განვიხილოთ ეს ყველაფერი. მოკლედ, გუშინ ღამე აქტივისტები არიან ინფორმაციით იუმორის ზონის ოქრიაშვილს თავს დაესხნენ. იმის გამო რომ ამ ადამიანმა ნოდარ დუმბაძე ცუდ კონტექსტში მოიხსენია შეურაცხყოფელ იმაში, რა ქვია, კონტექსტში თავიდან ბოლომდე, ეგ არ იყო მარტო მიზეზი, იყო გარემოვაჭრების დაცინვა. იყო რელიგიურ სიწმინდეებზე შეხება და ამის რაღაცა ეს ფრი უნის თუ ვიღაც არ ვიცი რაღაცა იუმორისტული ბაბლი აქვს ჩამოყალიბებული და რაღაცა ჯერ ხო უნიჭო ხუმრობებია მაგენა რა ვიცი სასწავლო ეს არ ვიცი იუმორისტად საერთოდ ვინ შერაცხა მე წარმოადგენა არ მოხდა თან დამატებული აკეთებენ ისეთი სახე შეურაცხყოფელ განცხადებებს და მე უკვირთ ხალხისგან რეაქცია ეს რატო მოხდა ნუ რა თქმა უნდა ძალადობა დასაგმობია რა თქმა უნდა რატო აქვთ უბრალოდ ამ ადამიანებს ესეთი წარმოდგენა, რომ შეიძლება ქალს ხელი გაარტყა ის გმირად შერაცხო და ამ დროს, როდესაც ის ბიჭები, რომლებაც პროტესტი ქონდათ, ხო, რომ შეურაცხყოფა მიაყენა და ღირსების დასაცავად გამოვიდნენ, იმათ დაჭერას ითხოვენ ახლა იმის გამო, რომ თურმე ლიბერალებს ასე სიამოვნებთ. ეგ ბიჭები დასაჭერები არ არიან. ეს არის ჩემი პოზიცია. მეორე, ეხლა მინდა ყურადღება გავამახვილოთ ამაზე. ონის ოქრიაშვილის დაგლიჯერი ქონა, ტასაცმელი სისხლი ქონა, ხელი თავში ურტყავდნენ ქუჩაში გაჩერეს და შენის ხარო ნუ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა. ქალბატონო, გოგონავ. ახეთ თითოეულ განცხადებაზე, რასაც ადამიანი აკეთებს. ხო? ან უნდა კონდეს იმის აღიარება, რომ სიტყვაზე თუ შეიშალა მამბოდიში მოიხადოს, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემები არსებობს. სარწმუნოება, მწერალი პროზა, პოეზია, საქართველოს ეროვნული გმირები ძალიან ბევრი რამე, რაც არის სენსიტიური საზოგადოებისთვის და იუმორისტულ კონტექსტშიც მისი მოხსენიება. მithumeτε ძალიან დაბალი დონის კავეის უმდაბლესი დონის იუმორი როდესაც არის, საზოგადოებისთვის არის დამაბრკოლებელი. და ბუნებრივია საჭიროებს ახსნა განმარტებას, ხო? და არ ამგონია ნებისმიერ კონტექსტში ნოდარ დუმბაძე რამეში სასაცილო იყოს. მithumetes თქვენგან, ეგ პლუს დამატებული. ეხლა მინდა ყურადღება გავამახვილო აი ამ 4 აი სახეზე ვინებიც არიან ალბათ ხედავთ, აღარ მინდა დავა კონკრეტულად, ხა ალბათ ხვდებით. ნოდარ დუმბაძეს ცოცხალი რო იყოს და რაიმეს აპროტესტებდეს, პროპაგანდა და გვარწმუნებდა რომ იგი დასცინის ქართველებს ღმერთს, მოხუცებს, სალთვალებს და სვენა დაქვეითელოს. ნუ დაუჯერე პროპაგანდას ჩვენი მხარდაჭერა ონის ოქრიაშვილს. ბიჭო, ამათი პრობლემა რა არის და მე ზოგადად რას ვაბრალებ ოპოზიციურად განწყობილ ბლოგერებსა და ინფლუენსერებს, იცით? ამაზე ცუდი ტიპები არ არსებობენ ქვეყანაში და რატო ეხა გეტყვით? მარტო ეს არა. მე გადავათი ტატო ბაციკაძეები და ეგენიც მაგ სასაუბრო. განაწყობენ middle class ქვეყანაში, განაწყობენ მაქსიმალურად ოპოზიციურად, მაქსიმალურად აკეთებინებენ იმეს სიგიჟეებს, ანუ გონებას ურეცხავენ, აი ჩვეულებრივად იქ აქციებზეც რო იყო იქ ბლოგერები მოთი რომ გამოდი აქციებს ის ბიჭები და ის საწყლები ვინების პირველ რიგში იდგნენ
ამ ბრძოლის ველზე რომლებიც დააკავეს, დაიჭირეს, ზოგი ცემეს, ხო? ისინი დაისაჯნენ და ესენი რას შვებიან მთელი ამდენი ხნის განმავლობაში? სპონსორები ყავთ, კარგად ცხოვრობენ, კაი ჭამენ, კაი სვავენ, ნორმალურად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, იმის დამიხვალოთ, რომ ესეთი აზრები აწუხებ და ამათ სოფხედველობაში არიან ვითომ რაღაც ჩელიაბინსკი, რუსეთი, ბელარუსი და რაღაც კიმ ჩენ ინის რეჟიმი. და რამე საქმეზე მიდგება, ესენი განზე გადგებიან რაღაც პოსტებს და წერენ, რაღაცა იმათ იჭერენ და იმათ იმას შვებიან, გაიგე? ერთ-ერთი წარმომადგენლები არიან აი ესენი, მაგის. რომლებიც აქეზებენ ესეთ პროცესებს რა, ხმნიან ესეთ იმის, რომ აი პროპაგანდა აი რა ნოდარ დუმაძე რო ცოცხალი იყოს და რაიმეს აპროტესტებდეს. პროპაგანდა დაგვარწმუნებდა რომ იგი დასცინეს ქართველებს. ქართველები არ გამოუშტერებულ ვართ ჯერ. ძალიან კარგად ვიცით რა არის იუმორი, რა არის დატროლვა, რა არის შავი იუმორი, რა არის აბსურდული იუმორი, მაგრამ ქართველებს ღმერთს და მოხუცებს და სალთვალებს ამას აკეთებს ციტირებას აზონის ეღადაობდა იქ. ესეთი მსგავსი ადამიანები ზუსტად ქალზე, რომელიც სანუკაუტეთ დაიცა, იმას გმირად რიცხავდნენ, მსგავსი ხალხი, ამნაირი მსგავსი. და ეხა იმათ, ვინც ღირსების დაცვა მოუნდათ, ისინი არიან თურმე მოძალადეები. აი ხალხო, ესა ლიბერალური ორმაგის სტანდარტი. ეხა მეორე, ტატო ბაციკაცი. აი, ტატო ბაციკაცი. რო კითხო, არავისთან არაფერი შეხება არ არის, კაცო, ფეხბურთი, ორშაბათოა, ფეხბურთი რა. აი, პირველი სამი კომენტარი, ვადო მაჭავარიანი, გური გაბადაძე, გოგი გვახარია. ტოპ სალიბერათი, აი, ნახეთ, აქეთ ხარეს ხო იყო ესეთი შენიშვნები ხოლმე ყოველთვის, რომ შენ თუ მაგალითად რამეს იზიარებ, მაგალითად ქოცულ ნარატივს იზიარებ, შენ უკვე ასოცირდები ვიღაცეებთან, აი ვინებიც მანდარიან. ნაცობას ხო მეტი არაფერი არ არის. შინაარსობრივად. ეხლა უყურეთ რა არის, კომენტარი გაკეთებ. ნოდარ დუმბაძე მეორედ მოკიდებოდა რომ გაიგო რომ ადამიანს ურტყავდნენ ამ ფრაზას იმეორებდნენ ნოდარ დუმბაძეს როგორ აკინე. მოვა დრო არ ვიცი როდის, მაგრამ არ ვიცი როდის ეს მაგარია. მაგრამ მოვა ამ ბოროტების ყველა შემოქმედი პასუხს აგებთ ყველაფერს. ძალიან ბევრი ადამიანი გაამწარეთ უკვე იმისათვის რომ ეს შეგრჩეთ. ხო განსაკუთრებით აი ქუჩებში ხედავ მილიონობით ადამიანს, ეხლა მე რომელიც გაბრაზებული ამ ყველაფერს. ეს ალუზია, დელუზია განწყობების შექმნა ხელოვნურად, ოპოზიციური განწყობების შექმნა და განზე უნდა გადგეს მისია. ეს არის მისია. აი საქართველოში TikToker-ები და დაწყებული სხვა ყველა ინფლუენსერი, რომელიც ოპოზიციურად განწყობილია, აკეთებს მაგას, განაწყობს გარკვეულ average საშუალო ფენას. აკეზებენ, ხელოვნურად აკეზებენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რადიოს ირიბი მოწოდებებით. მერე ესენი იმალებიან, რავი, ზოგი ის მიყავს, ზოგი არგენტინა, რა ქვია, ის ესპანეთი მიყავს, ზოგი რაღაც ორშაბათობა, ზოგი იმათ 4 რო არიან თუ კაცები თუ მაგათი გადაცემა რა კრინჯია ჯერ და რეები აქვს და deep stage-ი აქვს იმას ესეთი რაღაცები ნათქვამი. უბრალოდ ისეთი დავიქრინჯე, ელდამეცა რამის კამერა დამეცა საკუთარ თავზე, მაგათ როგორ უსმენს საერთოდ ხალხი მე წარმოდგენა რომ. და ბუნებრივია ბაბლი აქვს უკვე ჩამოყალიბებული. უნდა არ უნდა ამას, ეხა უნდა არ უნდა. ნახე კომენტარები, ვადო მაჭავარიანი, ნოდარ დუმაძეს ერთი ლექსი მაინც რა ქონა წაკითხული სამი კაცი არ მიერთმევარ ტყმით და ნუ აქ სამი ერთზე არ არის საუბარი. აქ არის ღირსების დაცვაზე. და როდესაც ზუსტად იგივე სამბოვდი რომ არა ძალადობას მე ქალზე არ შეიძლება თავდასხმა, ძალიან ბევრი ამ ბაბლიდან გამოდიოდა და რამის ზეგლი დაუდგეს იმას, ვინც სანუკაუტე დარტყმით და ქალი მარტო იმ მიზეზის გამო რომ ბოლოდ რუსი იყო, რომელიც უკრაინელი აღმოჩნდა. ესეთი მახინჯი ორმაგი სტანდარტებით, რომელი მთავრობა უნდა შეცვალოთ, შვილო. ესეთი მახინჯი მე წარმოდგენ არ მო. გოგი გვახარიათ არადიო თავისუფლება. ხა და ესენი მეტყვი ნაცები არ არიან. აი კერპების ასეთ შექმნის ბრალიცა ის რაც ხდება. ანუ კერპი ვითომ რა არის? ხა ნოდარ დუმბაძე კერპია და ვითომ ბრელები ვართ რა ჩვენ რა. და გოგი გვახარი არის თავისუფლად მოასრონე პარიზის La Flare de Paris რაღაც იმის რა ქვია რაღაც შოუს წამყვანი რა. კაფე დე ფლორში კაპუჩინოს სვავს და თან კრუასანებს აყარებს. მე რა ვიცი ჩვენ გოიმე მე რა ვიცი და ხა უბრალოდ გამოთაყვანებული როდესაც ადამიანი ხარ რაღაცას რო განცხადებას და ბაგიდან ამოუშვებ დამცინავს რომელიც კულტურას ერს და სიწმინდეს ეხება რატო გიკვირთ მე ესეთი რამე მე ვახდრენ ესეთი რამე მოვიდათ ესეთი რამე გაუკეთე ესეთი ვინ ქალური სოლიდარობა ერთი ის ქალბატონი რო იყო გამობრძანებული აქ აი ესა გამოუცხადებია იმ გოგოსთვის რომელსაც თავზე და თავს დაისხრენ ანუ მართლა მაინტერესებს აი რამე სიტყვა მე არ ვიცი მაგრამ მე რატომღა ძალიან მჯერა რომ ამას არიზავდა ხო
ქალი იყო დაუცველი, თავის სანოკაუტე დარტყმით დააგდეს, გმირად შერაცხეს ბევრმა და ამ დროს მაშინ ზალადობა არავის არ დაუგმია. ეხა აღმოჩნდა ყველა, აქ რა ხდება ამ ქვეყანაში რა უნდა იცი, გიგინონ ეკლესიას, გიგინონ სარწმუნოებას, გიგინონ სიწმინდეებს, შერჩეთ ყველაფერს იუმორია და გაცხოვრონ ისეთ გამოგონილ სამყაროში, როგორიც მათ უნდათ და საბოლოო ჯამში რა ქნან, მაგათ იუმორით ცოცხლობდნენ აქ, არავინ არ შეეხოთ, არაფერი არ გააკეთო და ანუ შენ ჩუმად ვიყოთ და ვაიმე იუმორისტიონ ისე ოკეია შვილი წადი შვილო აქედან გადაშენდით აქედან ეხა ეს არის კიდე ისა რა ქვია სოფო შამანიდი ლაშა ბუღაძის ცოლი ლაშა ბუღაძე ვინ არის ალბათ კრიშაუნიანი და ძალიან კარგად იცით სტალინზე რო რაღაც ფოტოები დაწერა ეს სალკე ვიდეოს თემა არის ეს პარტია ლელოს წევრი ნოდარ დუმბაძე არის უნიჭო მწერალი თან კომუნისტი მისი მთელი შთამომავლობა კი ნაცირლები წერტილი ქალბატონო აი ამას რო ამბობთ ძალიან მარტივი კითხვა მიჩნდება, ძალიან ლაკონურად ვსვავ, ძალიან ლაკონურად ვსვავ. რატო გაქვთ რეაქცია მე რაც ხდება ზოგადად, ხო? მსგავსი სახის რეზიდენტული ქმედება, როდესაც ვიღაცას არ აქვს იმის ნერვები, რომ ადეკვატური პასუხი გაქცეს და მოქმედებს ვერბალურად. რატო გაქვთ, რატო გიკვირთ რაღაცები მე ამ ქვეყანაში? რა გამოდის, ღირსება აყრილი ადამიანი ზოგადად არ უნდა დაიცვა? ადამიანი რომელიც ღირსებას იცავს და ეგ მოტივი ამოძრავებს თორე ისე ვისაც ჯანაბაში აინტერესებს ხო მართლა ანუ ისე ოქრიაშვილი ანუ ვინმე მსგავსი ხო არაფერს არ წარმოადგენს ხოს არაფერი ჩოლებრივი ტროლები არიან და რატო გიკვირდა აი ესეთ რატო შეიძლება უნდა თქვა ადამიანოდარ დუმბაძეზე თან კომუნისტია თან უნიჭო მწერალი რატო უნდა თქვა უბრალოდ აი რატო როცა იცი რომ საქართველოსთვის არის უდიდესი მწერალი უდიდესი ღვაწლის ქონა საკუთარი შემოქმედებით. რატო უბრალოდ თუ ბოროტი არ ხარ უბრალოდ? ბოროტი ხარ, უბრალოდ მეტი მიზეზი არა შური ბოროტება. მე ამ დღეების განმავლობაში რასაც მე ინტერნეტში გადავხედე ორმაგი სტანდარტები, მე გამოვშტერდი ხალხნო. გოგოებისთვის მიწევდა იმის თქიცება, რომ ქალზე ძალადობა საშინელებაა. და არა, მარჯვენას ვენაცვალეო, რატო მეორე არ მოაწროო სახეო? მეთქი რა იმსახურეთ მოძალადე ექნებს მე ნუ გიკვირთ ეგეთი რამები რო ხდება და ეხა ეს აი რა არის აი ლიბერალური სიმახიჯე გახედეთ და დაინახავთ ეს თუ ბოროტება არ არის გამიზულ და რა ჯანდაბა ქვია ამ ყველაფერს მართლა მაინტერესებს სხვა რა ახსნა აქ ხო აი გოჩა თანდარაშვილის განსახილველიც რო გახდება რაღაცა აი მანანა დუმბაძე 17 წელს რო ვიყავი და დილის გაზეთში დავიწყე მუშაობა, მაშინ მასწავლიდი ქართულად სწორად როგორ ანა მეწერა. მაგისთვის მადლობა. ვისწავლე რაღაც, ჩემი აზრით ვერაფერი ვერ ისწავლე. ახლა იქნებს ხებსაც ასწავლო ქართულად სწორად როგორ უნდა იცხოვრონ რომ მამაშენისნაირი იუმორის მოყვარული ადამიანები ქუჩაში მამაშენის და ამას რა აქ წაკითხული ან რა იცის რომ ნოდარ დუმბაძეს ექნებოდა პოზიტიური დამოკიდებულება, როდესაც დაცინი ხარ, მაგას არა, თუნდაც სხვა მწერალს, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ღირებული საქართველოს სახელმწიფოსთვის, გარემო ვაჭრებს, ეკლესიას, სარწმუნოებას და შემდგომ. რა რეაქცია, ანუ ყველაფერი იუმორში გადის, ანუ შეიძლება რა გარემო ვაჭრეზე სემიჭის გამყიდველზე მე ვიცინო და ესე ვთქვათ, ოკეი გავატარო? ამას რაჭკვა უნდა, რაჭკვა მოიკითხება გოჩა თანდარაში, რა კუჭკვა უნდა მოვკითხოთ, აი შეხედეთ უბრალოდ. მე თუ არ მიჯერა, ეგ შეხედეთ, უბრალოდ სურათ შეხედეთ და დაამთავრეთ ლაბორატორია. უბრალოდ შეხედეთ ტიპს და რა კაცები და რაღაცა აი ჯიმი კიმელის გადაცემას ვაბაძავენ ამერიკულ სტილში, რომ სასაცილო არ არის უბრალოდ. და ეგ თქვენი განცხადებები, ეს ოპოზიციური განცხადებები, ტრაკი უნდა გეყოთ მე, რომ ბოლომდე დაიცვათ. ისინი რომ ციხეში მიდიან ვიღაცეების ბიჭები და ისინი რომელიც გონება გამორიცხილები არიან უკვე თქვენაირების ხელში რაღაც სახის პასუხისგებლობა უნდა რეჟიმი მიდი პარტია შექმენი გოჩა შექმენი პარტია კაცები დამარცხებენ ბიზნეს აი მაინტერესებს მართლა მიდი აბა დატესტეთ რამე თან ამათ რა ივასებათ იცი მე არც ნაცი ვარ არც კოცი პირველ მაგით იწყება ეს რაღაც რიტუალია ეგეთი რა ვითომ მოდი არც ერთ მხარემ არ დამაჯვას დაგაჯობს ორივე ერთი ხო გაჯობს მეორეც დაგაჯობს ნუ გეშინია რატო იცი ანუ პოლიტიკის შეცვლა გინდათ და პოლიტიკოსებს არიღებთ ნახეთ და გინდათ რომ ქვეყანაში პოლიტიკური დღესასწაული შეიცვალოს და პოლიტიკა არ იცით უბრალოდ აი არ იცით
აი ნაყინის ბიზნესის დაწყება რო გინდოდეს და ელემენტარული რძე როგორ მუშაობს და როგორ კონცენტრაციაში გადადის, იმედა ეგ რო არ იცი უბრალოდ. რაც არ იცი, ბიჭო, ანგინა ტატო ბაციკაძე, აი ხა მინდა დაუბრუნდე ასად არის, აი მას, აი. თელი თავისი, რავი, ცხოვრების განმავლობაში ლა ლიგა, პრემიერ ლიგა, რაღაცა, აი ჰუი, არგენტინა, ისა ეს. წადი ბიძია უყურე მესის და რავი, ბარსელონა ამოხსენე ბარსელონას ფენომენ. რა გვინ გეკითხება პოლიტიკაში რა უნდა მოხდეს, რა გაგიკეთებია, რა წაგიკითხია, რა იცი, რა ანალიზი ჩამოგიყალიბებია. დასრულებული ფორმებით რო განიხილება ყველაფერს, აი პროპაგანდა. აი ხო ხედავ არანაირი ზალა არ გაგაჩნია უბრალოდ. არც პოლიტიკა გესმის. უკვე ეჭვი მაქვს რომ როგორ პოლიტიკა გესმის, ალბათ დიდაულ ფეხბურთიც ეგრე გესმის. დიდი მენი მაგ ეგრე არ არის. ვიღაცებს მაინც არ ატყუებ. მაგრამ რაც არ არის შენი საქმე, მიყავს ხო რაღაცა თამაშები განიხილე ხალხო, არა სხვა შენი საქმე. აი ეს გააკეთა გახარიას დროდან დაიწყო რა, კალაბერები რო პოლიტიკაში გადმოიყვანა, ის ბასიანი რო დაარბია, რო ტიპები ზალდე ოფენიერზე და იმაზე რო დადიოდნენ, რა ქვია, ბასიანზე ტიპები გადამოვიდნენ მაკიაველები და თომას ჰობსები გახდნენ მეორე დღეს, იმის გამო პოლიტიკა არ ესმოდა, ძალით შეტენეს პოლიტიკა უნდა იცოდეო. ესეთი ტიპებიც ეგრე არიან რა. აი როგორ ჯიმი კიმელი იყო ამერიკაში ეგეთი რა, ჩალი კირკის იმაზე შეურაცხყოფა მიეღენა, მოხსნეს და მერე დააბრუნეს და ბევრი დემოკრატია ამერიკაში ეგეთი რომ აი პოლიტიკა ვაფშე არ არის მაგის საქმე, მაგრამ მოწოდებები აქვს გაკეთებ ბილი ელიში გაკეთებს ანტიტრამპისტულ განცხადებას. დაიწყებენ ისინი, აი ჰუი ტრამპი ესეთია, ტრამპი ისეთია, მაგრამ ბილი ელიში კარგად ცხოვრობს, შვიდათ არის, მე იმას იჭერენ ან რაღაც ხდება. ანალოგია ზუსტი ანალოგია. კაცი რო იმას იტყვი, ჩემს ძაღლს უფრო გადავარჩენდიო. ეგ რო ამა თქვა. ვიდი კაცი რო იხჩობოდეს. უბრალოდ აი ენა ერთ ადგილზე უნდა წაიღო, უბრალოდ უნდა გაჩუმდე. და რაც გესმის თუ რაც არ გესმის, აი იმაზე ლაპარაკი უნდა გააგრძელო, უბრალოდ შენი საქმე უბრალოდ არ არის პოლიტიკა. უბრალოდ არ არის პოლიტიკა შენი საქმე. აი შენ ადგილზე მართლა აი არგენტინა, ესპანეთი, აი განვიხილავდი. ერთი არგენტინა, ესპანეთი. მე დავბრუნ ლა ლიგა, ესპანეთი, ლა ლიგა. აი ეს რაც იცი გააგრძელე. არ არის შენი საქმე პოლიტიკა. თან ეს მაგრა იციან მე ხო კიდე რას თქვი რომ მე ასეთ პოლიტიკოსთან ურთიერთობა არ მინდა, იმიტომ რომ ეს ჩემი საკუთარ თუ პოლიტიკოსთან არ გინდა ურთიერთობა, ის არ გინდა, რა ვინ უნდა შეცვალო, აი ვინ უნდა ჩამოაგდო. აი რომს უსამართლობა იყოს ამ ქვეყანაში, რომც იყოს უსამართლობა. აი ვინ უნდა ჩამოაგდო, ვერავის არ ჩამოაგდებ. მოკლედ აი პრობლემა რა არის თავარი ისი რომ აი პირველ რიგში იმას ვიტყვი რაც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი. ეგ ბიჭები არ არიან დასაჭერები, მე მაგას არ ვებხრობი მაგას. ძალადობა რა თქმა უნდა დასაგმობია ზოგადად, მაგრამ მაგ ბიჭების დაჭერას მე არ ვეთანხმები. რატო? მე რომ ვამბობდი ერთი კვირის წინ რომ ქალზე მოძალადე, უნდა დაისაჯოს მეთქი. და არა, მე მის მარჯვენას ვენაცვალეო, ხო? რაღაც ელოდებით შემგან. რა თქმა უნდა თავისუფლება მაგ ბიჭებს, რა თქმა უნდა. და ყველამ გააკონტროლოს ვინ რას ლაპარაკობს ინტერნეტში და მით უმეტეს შეურაცხყოფელია თუ არა და მით უმეტეს ბანძი უმორი როდესაც არის თანამატებული. ხარისხიანი მაინც იყოს. და ესეთი ოპოზიციური ლაშა ბოღაზესნაირი ცოლი რო გეყოლება, ვისაც ხმას მიჭერს, მე მორალზე აღარ დამელაპარაკო არასდროს და არაფერზე. ნოდარ დუმბაძერის უნიჭობ წერალიო, რას ელოდებით მერე? აი ესეთი ხალხის ხელში იქნება საქართველო, თუ აი, რავი, სხვა რეალობა თუ წარმოგიდგენიათ. საზიზღრობა არის უბრალოდ რა ის ორმაგი სტანდარტები არ მევასება რა ის მოსულა ეს არ მოსულა ის მოსულა მოდი ხა სიწმინეში მე შეურაცხყოფ და მე დაუჟელობის სინდრომი მექნება რომ ვიღაც ბიჭო თქვენ თვითონვე იმას რომ მოვდრე პროპაგანდისტული არხები იყენებდნენ ჩემს საცემლად და გასაშავებლად ონისი ამბობდა ამას მოვისმინე ბიჭო თვითონ ხო კამერის წინ იღებს მაგ ყველაფერს ანუ რა მნიშვნელობა აქვს ჩერეს რუსთავი ორი განახებს მაგას პოზიტივი თუ შენი იქიდან ნახავენ წყაროდან რა მნიშვნელობა შენ ხო შენი პირიდან ხო ეგ სიტყვა იმოდის ხო იყო ეგეთი რამე რომ ის ადრე მეც განვიხილე ერთი მომენტი ის იყო რომ მეც მინდა ეგეთი პროფესია ეკლესიებს რო ანგრევ და მაგას განიხილავდა რა მაგას იუმორისტულად განიხილავდა ბიჭო რა არის სასაცილო მაგაში ეკლესიას რო ანგრევენ მაგაში რა არის სასაცილო და გარემო ვაჭრებზე დაცინვა და ნოდარ დუმბაძე ესეთი იქნა რაღაც დებილიზენ რო ზიან რა ქვია ის აი ფრიუნის ნაღები საზოგადოება როზის იქ რა იუმორის გარდა ყველაფერი რო ესმით რა იუმორი არის რა ყველაზე უკანასკნელი რაც მათ ესმით
მე კავენში არ იყო ბიჭო ეგეთი ტონი. ყველაფერში უნიჭოები როგორ ხართ ლიბერალები, ყველაფერში უნიჭოები. და მე დაიჭერე, მე ნუცემთ, ვთქვათ თქვენ არაკაცები. მოდი რა, ყველამ გააკონტროლეს საკუთარი პირი. და ვინ რას ამბობს. და ქართველი ხალხი არ არის აქ ჭურში არზის ვიღაცებისგან განსხვავებით, ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. ამიტომ ჭკუა დაუთმონ ვინ ვიზერას ლაპარაკავს რა მიმართულებით ამბობს და მე თუ ამბობენ, ნუღა უკვირთ რეაქცია საზოგადოების. თავისუფლება იმბიჭებს, დროებით.